ხუთიეთში დაიწყო ახალი ეტაპი და ძველი რაღაცების გახსენება არავის არ არგებს ხელს. ცეცხლი, რომელიც ბათუმის დრამატულ თეატრში ხელმძღვანელის კამების ირგვლივ კარგახნის განმავლობაში ენთო დღევანდელი გადაწყვეტილებით ჩაქრა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის და დირექტორის ვაკანტური თანამდებობები უკვე დაკავებულია. ბათუმის დრამატულ თეატრში დაანონსებულ ახალ შემოქმედებით ეტაპს ანდრო ენუქიძესთან ერთად დღეიდან დირექტორი ლევან წოწორია წარმართავს. ყველა იცნობს ბატონ ლევანს, ბათუმელი კაცია. უწესი რა თქმა უნდა ვიცნობ და ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება, რომ მე არ მომიწევს ახლა რაღაცა ურთიერთობის აგება თავიდან. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის და დირექტორის პირველი საერთო ამოცანა დასის გაერთიანება იქნება. ცალ-ცალკე პროფესიით ინჟინერ-მშენებელი ლევან წოწორია თეატრის ფინანსურ და ადმინისტრაციულ მხარეს ჩაიბარებს. ანდრო ენუქიძე კი შემოქმედებით პროცესში ჩაერთვება. მე ვარ პროფესიით მშენებელი ინჟინერი. ამავე ძალიან დიდი რემონტის წინ ეს საკმაოდ კარგად გამომადგება ნამდვილად. შემდეგ ორგანიზაციული ხარება ალბათ ხო ნებისმიერი ორგანიზაციის გამოცდილება საკმაოდ მაქვს ამ მხრივ. გონი შემძლებ. სამხატვრო ხელმძღვანელი არ მალავს, რომ ახალი დირექტორი სამინისტროს რეკომენდაციით დანიშნა. მენეჯერული გამოცდილება, პიროვნული ღირსება და კომუნიკაბელურობა. შეთავაზებული კანდიდატი ამ პოსტზე კიდევ ერთი ნიშნით მოიწონეს. ნეიტრალური კადრი დაპირისპირებული დასის ორივე ნაწილისთვის მისაღებია. ეს უნდა ყოფილიყო გარედან მოსული ნეიტრალური ადამიანი, რომელიც აუცილებლად იქნება ყველას დირექტორი, ისე როგორც მე ანდრო ენუქიძე უნდა იყოს ყველას სამხატვრო ხელმძღვანელი. ამ თვალსაზრისით ფასდაუდებელია მინისტრის და სამინისტროს ალბათ უფრო ვიდრე კონკრეტულად ბატონი მინისტრის რჩევა. საქმეა შენმა გამოგაჩინოს. ნაპოლეონმა თქვა, ნაპოლეონმა თქვენ თეატრს მომიარებთო და დანარჩენ სახელმწიფოს მემოულიო. ისე ძნელია თეატრის მოვლა. შემოქმედებითი პროცესი, როგორც მოგეხსენებდათ, მიყავს სამხატვრო ხელმძღვანელს და დირექტორის ფუნქცია ერთადერთია, რომ სპექტაკლის შემოქმედებით მხარეს არ უნდა შეეშალოს ხელი. ერთი ცუდი შეგრძნება ის არის, რომ დილით ირღვიძებ ადამიანი და არ მიდიხარ იქს, რომელიც არის ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი. თეატრის უკვე ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი და მმართველი დირექტორი კი მრავალთვიანი დავის შემდეგ თეატრს მიღმა დღეს საბოლოოდ აღმოჩნდა. მისთვის თეატრში დარჩენა არ შეუთავაზებიათ. თემურ კეჟერაძე ამბობს, რომ მშობლიური თეატრის ნაწილად რჩება, თუმცა ახლა მხოლოდ მაყურებლის სტატუსით. ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი მის თეატრალურ მოღვაწეობასაც აფასებს. ჩემი მუშაობა მართლაც სასამართლო დავების ფონზე მიმდინარეობდა, ძალიან ნერვული ატმოსფერო იყო მთლიანად თეატრში. მე არ შემიძლია ვთქვა, რომ რაღაც წარმატებული პერიოდი იყო ჩემი სამხატვრო ხელმძღვანელობის პერიოდი, თუმცა რაღაც გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა. თამაშს მიღმა დარჩენილ და თამაში ახლად ჩართულ ხელმძღვანელებს საერთო სურვილი აერთიანებთ. თეატრში ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს. ეს თეატრი უნდა იყოს ამ თეატრის დასრულება. ეს თეატრის მე რომ ეკადრებდეთ.